დონაციისა და სუროგატ დედათა ცენტრის დირექტორი საქართველოდან ახალშობილების გაყვანის უკანონო სქემაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, დონაციის გზით დაბადებული 10-მდე ჩვილი უკვე გაიყვანეს დიდ ბრიტანეთში. აღწერილი სქემის მიხედვით, ბავშვის სუროგატ დედას ჯერ ბიოლოგიურ დედად არეგისტრირებენ, ხოლო მოგვიანებით ამავე ბავშვზე ნოტარიალურად უარის თქმას აიძულებენ. დედის გარეშე დარჩენილი ბავშვი ამ გზით მის უცხოელ მამას და მის მეუღლეს რჩება. სუროგატი დედის ნამდვილ დედად დარეგისტრირება ქართული კანონმდებლობით დაუშვებელია. ეს ხალხი რომ ჩემი პაციენტები ყოფილიყვნენ დარწმუნებულიყავით რომ აქამდე დიდი ხნის ჩამჯდარი ვიქნებოდი ციხეში. დონაციის ცენტრის დირექტორი თამარ ხაჭაპურიძე 10-მდე შემთხვევაზე საუბრობს, როდესაც მისი ინფორმაციით სუროგაციის გზით დაბადებული ჩვილები საქართველოდან უკანონოდ გაიყვანეს. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ბავშვები დიდ ბრიტანეთში ბრიტანეთისავე საკონსულოს თანამშრომლის დახმარებით სავარაუდოდ ჰომოსექსუალ წყვილებზე გასაშვილებლად გაიყვანეს. ამავე ვერსიას ადასტურებს მეცხრე არხის კიდევ ერთი წყარო ბრიტანეთის მოქალაქე და დონაციის ცენტრის ყოფილი პაციენტი ქართველი ქალბატონი. ის ამბობს, რომ 8 ბავშვის გაყვანის შესახებ პირადად საელჩოს თანამშრომლისგან შეიტყო. მე ვიცი რომ ქონდა ამ შემთხვევას ადგილი და მე მიმაჩნია რომ ეს იყვნენ ჰომოსექსუალები, იმიტომ რომ მე როგორც ვიცნობ საერთოდ ფსიქიკას ინგლისელის და ჩვეულებრივი ქალი და მამაკაცი როცა ერთად ცხოვრობენ და შვილი არ აყავს, ნუ დიდი გარისკონ შეიძლება ინდოეთში რაღაცა გააკეთონ. ერთმა და ორმა და საქართველოში საერთოდ ინგლისის საელჩოში ელემენტარულად საჭიროა ის რომ დედა იყოს ვიღაცა დარეგისტრირებული, მე იმ დედამ უარი განაცხადოს და ქორწინებაში მყოფი ადამიანი, მეორე პირი, ეს ქალი იქნება თუ ვინც არის, ის გამოდის ბავშვის დედა. ჩემნაირად სუროგატია მილიონი და მარტო მე არა ვარ სუროგატი და იმხელა პრობლემა მექნება, მე უკვე ვაჩი რომ ტელევიზიით მოხვედით, ძალიან აქ თქო შეგიძლიათ გახვიდეთ და წახვიდეთ. კახეთის ერთ-ერთ სოფელში მეცხრე არხმა იმ სუროგატ დედასაც მიაგნო, რომლის ბავშვიც ჩვენივე წყაროს ინფორმაციით ქვეყნიდან ანალოგიური სქემით გაიყვანეს. შინი ალბათ რომ საქმე დაჭერაზე არ წავიდეს. თავისთავად რომ იყო ესეთი ჭორები. შემთხვევით გამჟღავნდა ეს საქმე და დამოუკიდებელი რო გაიზარდა ქვეყანამ დაინახა ეს ხო ცხადი იყო. სხვა ჩვენ არაფერი და თქვენ ეს ესიაო დანარჩენი ჩვენ არაფერი არ ვიცით. რა თქვეს რაო? სუროგატი დედაო. ჯერ სამშობიაროში აიძულეს რომ მოეთხოვებინა რომ ვითომ ის იყო ნამდვილი დედა ბავშვის და არა სუროგატი დედა. სავარაუდოდ ალბათ ამ ბავშვს დედა არ გააჩნდა, რეალური დედა ალბათ დონორისგან ჩასახული ბავშვი იყო, დონორი ქალის კვერცხუჯრედისგან და შემდგომ წაიყვანა კონკრეტულმა ამ ადამიანმა ნოტარიუსში დააწერინა დედობაზე უარი, რათა უცხოელებს გაეყვანათ ეს ბავშვი. დონაციის ცენტრის New Life Georgia's თანამშრომელმა, ვინც ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით პაციენტს ბავშვზე უარი ნოტარიულად გააფორმებინა, მსგავსი ფაქტი უარყო და კომენტარისთვის ცენტრის დირექტორთან გადაგვამისამართა, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. მე იმ პერიოდს საქართველოში არ ვიყავი, ხოლმე მესაუბრებით ეს და რა პერიოდია და რომელ პაციენტზეა კიდე საუბარი. რა იცით რა პერიოდზე მაქვს საუბარი? ხო, არ ვიცი, ახლა ეს მეკითხებით, მითხა რომ თვითონ თუ ზოგადად თემაზე საუბარს აჩვენებთ, რომ კიდე ხო გიხსნით, რომ მე არანაირი უფლება არ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მომხდარზე მან უკვე მისცა ჩვენება პროკურატურას და ამის დასადასტურებლად პროკურორისგან რამდენიმე თვის წინ მიღებული SMS-იც გვიჩვენა. დირექტორი ამბობს, რომ პროკურორი დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდა. თამარ გუშინაც გითხარი, ძალიან გთხოვ ხელს თუ მიშლი ამ საქმეზე შედეგი დავაყენო. ჩემს გარეშე არაფერი გააკეთო და შენი ბრალით არ გაფუჭდეს საქმე. შევთანხმდით? მომხდარზე გამოძიების მიმდინარეობას უარყოფენ პროკურატურაში. ჩვილების საქმესთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს ბრიტანეთის საელჩოც. აბსოლუტური ცილისწავლა არის ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით. ჩვენ არ გვაქვს უფლება ინდივიდუალურ საკონსულო საქმეებზე კომენტარის კეთების კანონი, რომელიც იცავს ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს. დაკითხულები არიან უკვე ხალხი, ვინც ამას აკეთებდა, მაგრამ ბრალს არავის არ უყენებენ და მე ესეთი შთაბეჭდება მჩნევა, რომ არც წაუყენებენ და ვიღაცას შევააწყობს კიდეც ეს ყველაფერი და ალბათ დიდი ფულიც კეთდება. როგორც საელჩოში განგვიცხადეს, ჩვილების სკანდალში მათი თანამშრომლის მონაწილეობის შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციის გამო ბრიტანეთის ელჩი სპეციალური განცხადების გავრცელებას გეგმავს.